რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა იაპონიის მთავრობისგან მიღებული გრანტი $1,200,000. ეს თანხა საქართველოს 8 რეგიონში ახალგაზრდული ცენტრების მოწყობას უნდა მოხმარებოდა. კორუფციას იაპონური გრანტის განაწილებასა და ათვისებაში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვარძელაშვილი კატეგორიულად უარყოფს. ბელა ზაქაიძემ ახალგაზრდული ცენტრები ამბროლაურსა და ლენტეხში მოინახულა და ნახა, რომ ისინი ფაქტიურად არ ფუნქციონირებენ. მე სტუდენტი ვარ და მთელი ზაფხულის განმავლობაში აქ მიწევს ყოფნა რაჭაში და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სამი თვის განმავლობაში შემეძლო დრო გამომეყენებინა, ზუსტად სწორად გამომეყენებინა, გამეარა ეს კურსები, აგრეთვე მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგრამ უბრალოდ არ არის. მარიამ დავითულიანი ამბროლაურიდან 10 კილომეტრით მოშორებულ სოფელ ჩორჯოში ცხოვრობს. ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ამბროლაურში 2 წლის წინ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით გაიხსნა, რაჭაში მცხოვრები ყველა ახალგაზრდისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. თუმცა 21 წლის სტუდენტმა ცენტრის არსებობის შესახებ მხოლოდ ჩვენი სტუმრობის შემდეგ გაიგო. უბრალოდ არ არის ინფორმაცია და ვერ შევძალი. ეს არის ძალიან ბევრი ბავშვი, ვიცი, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ბავშვია და უბრალოდ ასეთი პროექტების არსებობის შესახებაც არ ქონდა ინფორმაცია. როდესაც დავინტერესდი მე და ვიკითხე, რომ სად შეიძლებოდა ანუ ჩავწერილიყავი, ეგ ინფორმაცია ვერ მივიღე. ესე პასუხი იყო ესეთი, რომ უკვე ჯგუფები შექმნილი არის და ადგილები აღარ არის. მარიამისგან განსხვავებით, ანიმ ამბროლაურში ახალგაზრდული ცენტრის შესახებ მეგობრისაგან შეიტყო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. ინგლისურის და კომპიუტერის კურსებით მაშინვე დაინტერესდა, თუმცა უარით გამოისტუმრეს. ძირითადად მან არიან ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები, ახალგაზრდული ფრთა, მაგათთვის უფრო ხელმისაწვდომია ეს ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა. ტექნიკა არის აქ, კომპიუტერები და რაღაცები გვაქვს აქ დალაგებული და რაღაცებია აქ. ეს ყველაფერი არის იმ პროექტის ფარგლებში შემოტანილი. ეს არის, ასე ვთქვათ, საკონფერენციო დარბაზი. იაპონიის მთავრობისაგან საქართველოს 8 რაიონში ახალგაზრდული ცენტრების შესაქმნელად გრანტი $1,200,000 ოდენობით ლადო ვარძელაშვილის უწყებამ ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვა, როცა სამინისტროს ნაცვლად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ერქვა. სამწლიანი პროექტი 2012 წლის მარტში დასრულდა. უცხოური გრანტით შექმნილი ცენტრი ამბროლაურში მუნიციპალიტეტს გადაეცა. გრანტის მიზანი იყო ცენტრის პროექტის დასრულების შემდეგაც გაეგრძელებინა ფუნქციონირება, თუმცა ადგილზე სულ სხვა სურათი დაგვხვდა. ახლა განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია. ამბროლაურში ახალგაზრდული ცენტრი მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებს. შენობის ნაწილი, რომელიც იაპონიის მთავრობის ფულით გარემონტდა, ახლა გაქირავებულია. ცენტრის ხელმძღვანელი კი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. $300 გადასახადი თვეში. აქედან რო გავითვალისწინოთ წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯები, ნუ სადღაც $100 დანარჩენი ჩემთვის შემოსავალია და ეს იმას ნიშნავს, რომ მე უამრავი ახალგაზრდული რაღაც ღონისძიება გავაკეთო რა. ბიჭო, ვილაპარაკები საქმეს. გადაიხე, ვინდოვსიო, რა უჩვენე. მე გადაიღო, რაც უნდა ის. მე რო წავლენ რა უნდა გადაიღო. გეგმავთ პროექტს უბრალოდ და ხელს ვიშლი. რა პროექტს გეკმავთ? საქმების ინფორმაციულ ბაზას ვაკეთებთ ლენტეხის მასშტაბით, ახალგაზრდების. ამბროლაურისაგან განსხვავებით ლენტეხის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდები მართლაც დაგვხვდნენ. ბესო გაზდელიანი თავს ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლად გვაცნობს. გვეუბნება, რომ ახალგაზრდებს დასაქმების საკითხებზე ხვდება და გთხოვს ხელი არ შევუშალოთ. ამ დროს ახალგაზრდები მმართველი პარტიის პლაკატებით გამოვიდნენ. ანუ ამაზე იყო შეხვედრა? არ იყო ამაზე შეხვედრა. იმიტომ გამოვიდნენ, რომ ამ პლაკატებით შევიდნენ. და გამოვიდნენ, არ დაუტოვებია შეგნით თავისი პლაკატებით, გამოიტანეს ისე უკვე. ზემოთ დაგირიგეს. ზემოთ დაგირიგეს? ვინ დაგირიგათ? თვითონ ვინც ყენზებით. და დასაქმების პროგრამა განიხილებოდა? კი. და რას გეუბნებიან სად დაგასაქმებთო? ჩვენ არ ანუ ეს არის დასაქმებასთან დაკავშირებული. არის პროექტი, რომელიც ხორციელდება, ინფორმაციული ბაზა უნდა შეიქმნას ლენტეხის რაიონის ახალგაზრდულის. ასე გამოიყურება ლენტეხში იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით გახსნილი ინტერნეტ კაფე. აქ მხოლოდ ერთი კომპიუტერი დგას. ეს კი საბილიარდოს ოთახია. ახალგაზრდობის ცენტრში ეს ოთახი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ინტერნეტ ტელევიზია ITV-ს აქვს დათმობილი.
ჩვეულებრივად გახსნილია მან და ახალგაზრდულის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფთარი გახსნილია ამ შენობაში. ასევე განთავსებულია ITV-ს ოფისი, ეგრეთ წოდებული ITV-ს ოფისი. ანა გუგავა ლენტეხის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. პოლიტიკური შეხედულების სხვაობის გამო ანას ახალგაზრდულ ცენტრში ფილმების გაშვების უფლება არ მისცეს. ცენტრის ხელმძღვანელ მიხეილ კვატაშიძისგან ანამ ასეთი პასუხი მიიღო. ჩვენი ახალგაზრდული ცენტრი საკმარისად აკმაყოფილებს ჩვენი ახალგაზრდების ინტელექტუალურ განათლებას. არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენი ცენტრის შიდა განაწესში. ახალგაზრდების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მაგის მიხედვით ვადგენთ კინოჩვენებების განარიგს. ნებისმიერ ახალგაზრდა ჩვენ ვეპატიჟებოთ და გვინდოდა რომ გაგვეშვა. და ამაზე გითხრეს უარით, ისე არა აქვს უფლებაო არავისო, რომ ჩვენ გარდა გაუშვან ფილმიო. რომელი კანონით, რომელი მუხლით, რომელი რით მეკრძალება, ამ შემთხვევაში კი არ იკრძალება. ეს არის იშვიათი გამონაკლისი, კანონშიც კი არ მეკრძალება, არამედ მეზღუდება, იმიტომ რომ მე ვარ ოცნების ფრთისწე. მურმან პატარაია ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს. იგი არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს დამფუძნებელია. პატარაია გვიხსნის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდული ცენტრები უცხოური დაფინანსებებით იხსნება და ფუნქციონირებას წარმატებით აგრძელებენ. საქართველოში კი ფაქტობრივად პროექტი კრახით დასრულდა. ერთ-ერთი კრიტერიუმი დაფინანსების მათი მხრიდან არის ის, რომ რამდენად შედეგობრივი იქნება პროექტის დასრულების შემდეგ. ეს თანხა რეალურად ვარძელაშვილის, მისი მოადგილეების და ვინც ასე ვთქვათ ადმინისტრირებას უწევდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან მათ მიერ არის გახარჯული არამიზნობრივად. ეს პროექტი არის მსოფლიო ბანკის და განახორციელა მსოფლიო ბანკმა. უბრალოდ იყო სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივა. ჩვენ დავწერეთ მსოფლიო ბანკში პროექტი და იაპონიის მთავრობის გრანტი გამოიყო $1,200,000. კორუფციას იაპონური გრანტის განაწილებასა და ათვისებაში კატეგორიულად უარყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა 33 წლის მინისტრი. ლადო ვარძელაშვილი გვიმტკიცებს, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან მის უწყებას შეხება არ ქონია და გრანტის განკარგვა მთლიანად მსოფლიო ბანკის პრეროგატივა იყო. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში მინისტრის ეს განმარტება კატეგორიულად უარყვეს. თვითონ განახორციელეს მშენებლობას, პროექტის ორგანიზებას და 3 წლის განმავლობაში. სტაფის თვითონ გადაამზადეს, 3 წელი თვითონ მართავდნენ და ეხლა წელს გადასცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს და სექტემბრის ბოლოდან უკვე გაიხსნება და ადგილობრივ თვითმმართველობები მიხედავს უკვე მსოფლიო ბანკთან ერთად. მსოფლიო ბანკი არასდროს ეს არის ასესხიან გრანტი და იმღები მხარე, ანუ საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი სხვადასხვა დეპარტამენტით ან სააგენტოთი ახორციელებს პროექტს. ამ შემთხვევაში ახორციელებდა დეპარტამენტი. იაპონური გრანტით პროექტს ახალგაზრდულობა და ჩართულობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებდა. გორში, მარნეულში, ზუგდიდში, ლენტეხში, ამბროლაურში, ახალციხეში და გურჯაანში 8 რეგიონალური ცენტრი გაიხსნა. ვარციხედან ჩვენ მოგვაწოდეს ფოტოები, სადაც გარემონტებული ახალგაზრდობის ცენტრი ასე გამოიყურება. გორის ცენტრში ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიაა გახსნილი. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს დღეს თათა ელიაძე ხელმძღვანელობს. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის მიცემა და საერთო ჯამში ხდებოდა სახელმწიფოს დაზარალება დიდი ოდენობით თანხით. თათა ელიაძის წინამორბედი ვალერი, იგივე გიკა ჯოხაძე კი 2010 წლის შემოდგომაზე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ჯოხაძემ სახელმწიფოს 700,000 ლარის ზიანი მიაყენა. დაინტერესდება თუ არა ამჯერად პროკურატურა იაპონური გრანტის ხარჯვით უცნობია. ფაქტია, რომ ახალგაზრდული ცენტრების რეალურად ამოქმედებას რეგიონებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ელის. არ მსმენია მართლა ამ ცენტრთან დაკავშირებით არაფერი. სხვა ახალგაზრდებისგან არა, არ მსმენია. ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მაგ იმის დრო, ეხლა დეკემბრამდე მაგ იმის დრო რომ რაღაც შევისწავლოთ. ძალიან სასიამოვნო იქნება ამ ორგანიზაციაში, რომ ანუ შევისწავლოთ ინგლისური და ის. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. სტუდია GNS-ი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად კარგად გრძანდებოდეთ.